თეთრი შური, მითი თუ რეალობა. შავი შური ამბობს, შენ არ უნდა გქონდეს ის, რაც მე არ მაქვს, ხოლო თეთრი შური ამბობს, მეც მინდა მქონდეს ის, რაც შენ გაქვს. სინამდვილეში ორივე მათგანის საძირკველი, საწყისი წერტილი არის დეფიციტის განცდა. ჩვენი ეგო ძალიან ჭკვიანია, ჩვენ ვიცით, რომ შური მიუღებელი გრძნობაა, ამიტომ მაქსიმალურად ვფუთავთ ამ გრძნობას თეთრი ქაღალდით და ამ გზით ვუმალავთ მას ჩვენ საკუთარ თავსაც. აქ მთავარია პასუხი კითხვაზე, მაქვს თუ არა ძალა მეც მივახციო იმას, რასაც მიაღწია მან, ვისიც მე მშურს. თუ პასუხია დიახ, აი ეს არის თეთრი შურის შემთხვევა, რადგანაც ამ შემთხვევაში ფოკუსი გადმოდის სხვისგან ჩვენზე, ტრიალდება ფოკუსი ასე ვთქვათ, შური ხდება ჩვენი მამოძრავებელი ძალა, мотивация და რჩება თეთრ შურად. ხოლო თუ პასუხია არა, მე ამის ძალა არ მაქვს, მე ამის უნარი არ შემწევს, ამ შემთხვევაში შური ავტომატურად ხდება ერთგვარი განაჩენი. რადგან საკუთარი თავის აწევა გვეჩვენება, ასე ვთქვათ, შეუძლებლად, ერთადერთ გამოსავლად გვეჩვენება უკვე სხვისი ჩამოქვეითება და ტვინი გადადის რეჟიმში, რახან არ მაქვს მე, მაშინ არ უნდა გქონდეს მასაც, რათა მე თავი არ ვიგრძნო განადგურებულად, ასე ვთქვათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ზღვარი არის ძალიან თხელი. თეთრი შური არის შურს პლუს იმედი, ხოლო შავი შური არის შურს მინუს იმედი. თუ იმედი ქრება, თეთრი შური ძალიან სწრაფად შეიძლება გარდაიქმნას შავ შურად. როგორ დავამარცხოთ ეს შური, როგორ დავახციოთ მას თავი პრაქტიკულად, არა რაღაცა პოზიტიური ფსიქოლოგიის შეგონებებით, რომ აფირმაციები გავაკეთოთ, მე არ ვარ შურიანი, მე არ ვარ შურიანი, მე გასხივოსნებული ვარ, არა. სრულიად კონკრეტული კითხვების დასმით და მათთვის გულწრფელი პასუხების გაცემით. ეს შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო გზა იყოს, არც თუ ისე მიმზიდველი, მაგრამ ეს არის ერთადერთი ძალიან ეფექტური გამოსავალი აქედან. უპირველესი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, არის ის, რომ ის ადამიანი, ვისიც ჩვენ გშურს, საერთოდ არაფერ შუაში არ არის. შენ არ ებრძვი მას, შენ ებრძვი საკუთარ ანარეკლს, რომელსაც ხედავ მისი წარმატების სარკეში. მისი გამარჯვება კი არ არის მტკივნეული. მტკივნეულია ის სიმართლე, რომელიც მისმა წარმატებამ შენ საკუთარ თავზე შეგახსენა. შური ეს არის საკუთარი უსუსურობის შიში და საკუთარი უუნარობის განცდა. დავიწყოთ ზუსტი კითხვების სერია, რაც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს. პირველი, ჩაუღრმავდეთ, რა არის ყველაზე მტკივნეული სხვის შურში. ის, რომ მისი ავტორიტეტი უფრო მაღალია ვიდრე შენი, ის რომ მან აიხდინა ის ოცნება, რომელზეც შენ ოცნებობდი, ანუ მან აიხდინა შენი ოცნება. ან იქნებ ის, რომ შენ დრო დაკარგე. ამ კითხვებს გაეცი გულწრფელი პასუხი და მიხვდები, რომ შური სინამდვილეში მალავს შენს ნამდვილ სურვილს და ეს შური არის შიში, რომელიც მოითხოვს შენგან განვითარებას და მოქმედებას. სხვისი წარმატება შენ რეალურად გაჩვენებს, რის უფლებას არ აძლევ საკუთარ თავს, რის ძალას ვერ პოულობ, რას არ აბედინებ შენს თავს. შურის მოქმედების იმპულსად და мотивაციად ქცევა არის რეალურად მისი დამარცხების და მისგან გათავისუფლების ასევე რეალური გზა. იმიტომ რომ ამ დროს ნგრევის ენერგია გარდაიქმნება, ასე ვთქვათ, შენების ენერგიად. შურს ამ შემთხვევაში შევძლებთ, რომ გამოვიყენოთ როგორც შინაგან კომპასს და ჩვენი მომავალი მოქმედების ორიენტირს, ასე ვთქვათ. კი არ ვახშობთ მას, ან კი არ ვეწევით თვითგვემას. არა, სხვისი მიღწევა ხდება ჩვენთვის ცოცხალი მტკიცებულება უბრალოდ იმისა, რომ ეს მიზანი არის მიღწევადი. მიღწევადი ეს სიტყვა არ მიყვარს, ეს ფორმა სიტყვების არ მიყვარს, მაგრამ კარგად გამოხატავს აზრს და მოდი გამოვიყენოთ. ამ დროს ფოკუსი სხვისი ცხოვრებიდან გადმოდის ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას. შური ამ დროს კარგავს თავის ძალას და თავისი მომწამლელი ბუნებაც გარდაიქმნება, ასე ვთქვათ, მოქმედებად. ხდება მამოძრავებელი ძალა და უკვე ხდება ჩვენი პროგრესის ისტორია, რომელსაც ჩვენი ხელით დავწერთ. იცი კიდევ რატომ გეშინია ძალიან სხვისი უპირატესობის? ეს ყველაფერი დადის ძალიან ბავშვურ და არქაულ ტრამვამდე. თუ სხვა მიაღწევს წარმატებას, ის ეყვარებათ, მე არა, მე ზურგს მაქცევენ. ანუ ეს არის უსიყვარულოდ დარჩენის და მიტოვების შიში. ჩვენს გონებაში წარმატება და სიყვარული ერთმანეთზე გადაჯაჭვული. თითქოს გვეჩვენება, რომ სამყარო არის მკაცრი შემფასებელი, რომელსაც უყვარს მხოლოდ 10-ოსანი თუ მხოლოდ 5-ოსანი შვილები.
აი ეს არის შურის ნამდვილი ტრაგიკული საფუძველი, უსიყვარულობის და მიტოვების შიში. როცა კოლეგის, მეზობლის, მეგობრის წინსვლას უყურებ და შენს თავს ეუბნები, რომ მე უუნარო ვარ, მე ამის ძალა არ შემწევს, მე ამას ვერ მივახწევ. აი ეს უსუსურობის განცდა და ეს მუხრუჭი არის მტკივნეული, თორემ ის ადამიანი რა შუაშია, ის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ის თავის ოცნებებს ისრულებს და მიზნებს აღწევს. ის ჩვენთან არაფერ შუაში არ არის. რომ დაძლიო ეს შიში, მოდი დავუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვა. ნუ თუ ამ სამყაროში მართლა არ არის საკმარისი ადგილი, სადაც ორივე დავეტევით წარმატებულები. პასუხი რა თქმა უნდა არის დიახ. სამყარო უზარმაზარია, აქ შეგვიძლია ყველანი წარმატებულები ვიყოთ და ყველანი დავეტევით. შემდეგი სწორი კითხვა, ნუ თუ მართლა იმიტომ ვარ მე წარუმატებელი, რომ ის არის წარმატებული. ანუ მისი წარმატებაა რეალურად ჩემი წარუმატებლობის მიზეზი? აქ პასუხი როგორც წესი არის ხოლმე, რა თქმა უნდა არა. მისი წარმატება შენს წარუმატებლობასთან არაფერ შუაში არ არის. გაახსენე ხოლმე საკუთარ თავს, რომ სხვისი წარმატება ეს არის უბრალოდ სხვისი ცხოვრების ისტორია შენს გვერდით და არა შენს ნაცვლად. არ კითხო ხოლმე შენს თავს, რატომ მან და არა მე? კითხე შენს თავს, რატომ არა მეც ჩემს გზაზე? შეცვალე პერსპექტივა, სხვისი წარმატება არ არის კედელი, არ არის ბარიერი, პირიქით, ის სხვა არის გზამკვლევი, რომელმაც გვიჩვენა, რომ გზა წარმატებისაკენ არსებობს. ერთადერთი კონკურენტი, რომელიც შენ გყავს, ეს არის შენი შინაგანი ფრიადოსანი, რომელიც მცირე შეცდომის დაშვების უფლებასაც არ გაძლევს და არა ის ვიღაც სხვა ადამიანი ან ადამიანები. არსებობს რამდენიმე ტიპის შედარება. ერთი არის აღმავალი, როდესაც ჩვენ ვუცქერთ ჩვენს ზემოთ მდგომთ, როგორც ჩვენ გვეჩვენება და ეს არის ჩვენი თვითგვემის საბაბი. რადგან ისინი გვეჩვენება ჩვენს ზემდგომებად, ჩვენზე უკეთესებად და ვიტანჯებით მათ სქერაში. და მეორე ტიპი ეს არის დაღმავალი შედარება, როდესაც პირიქით ჩვენს ქვემოთ ყოფთ ვუცქერთ, ასევე ჩვენივე შეფასებით და ამით თავს ვიმხნევებთ, რომ აბა იმათ რა ქნა, ნახე ისინი რა დღეში არიან და ასე შემდეგ. ნამდვილი ზრდა და განვითარება დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ არც ერთი ეს ხედვა აღმავალი და დაღმავალი არ არის სწორი. სწორი არის მხოლოდ ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ვიწყებთ მოძრაობას, ანუ იქ, სადაც ყველას აქვს საკუთარი გზა და მივდივართ, ასე ვთქვათ, მხარ-დამხარ. დასასრულს ერთი პატარა სახალისო სავარჯიშო, როცა შემოგვაწვება ეს გრძნობა, შეგვიძლია ხოლმე რომ საკუთარ თავს ვუთხრათ. წარმატება და ბედნიერება არ არის ტორტი, სადაც სხვისი დიდი ნაჭერი ნიშნავს, რომ მე შემხვდება პატარა. ეს ცოტა გაგაღიმებს, გაგახსენებს, რომ შენ მონსტრი არ ხარ, პატარა ბავშვი ხარ უბრალოდ, რომელსაც უსიყვარულოდ დარჩენის ეშინია. რადგან თუ მონსტრი ხარ და ამას დაიჯერებ, შეიძლება ერთადერთ გამოსავლად მონსტრის ლიკვიდაცია მოგეჩვენოთ. არა და ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ საშინელი მონსტრების მიღმა არც თუ ისე იშვიათად იმალებიან მშვენიერი უფლისწულები. გამოიწერე ფიქრების ლაბორატორია, რადგან შევძლოთ ერთად ფიქრი ხმამაღლა სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. დროებით მომდევნო ვიდეომდე.